ბოსნიის დედაქალაქი სარაევო დეკემბრის დასაწყისიდან დრო გამოშვები ტოქსიკურ ნისლშია გახვეული. ჰაერის ხარისხი იმდენად ცუდია, რომ უკვე მეორე დღეა, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიის მოწინავე ადგილზე გადაინაცვლა. ჰაერის ხარისხი შვეიცარიულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც მონაცემებს აგროვებს, სარაევოს ჰაერის ხარისხის ინდექსი 301-ით განსაზღვრა. ეს კი უკიდურესად არაჯანსაღ კატეგორიას განეკუთვნება. მეორე ადგილზეა ინდოეთის ქალაქი კოლკატა, რომლის ინდექსიც 229-ით განისაზღვრა. თუმცა ეს ახალი პრობლემა არ არის. 2020 წლიდან ადგილობრივები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ბალკანეთში ჰაერის დაბინძურება მეტწილად ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გამოყენებასა და ძველი ავტომობილების გამონაბოლქვთან იყო დაკავშირებული. მას შემდეგ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ სარაევო 2035 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალი გახდებოდა. თუმცა კრიზისმა და გაძვირებულმა ფასებამ მოქალაქეები აიძულა სახლის გასათბობად ისევ იაფი საწვავი გამოეყენებინათ. მათ არც იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ ძველი ავტომობილები ახლებით ჩაანაცვლონ. ვფიქრობ, რომ არ აქვს აზრი პირბადის გამოყენებას, რადგან ჰაერის დაბინძურების ყველაზე საშიში ნაწილაკები შეუფერხებლად აღწევს ამ ნიღბებში, შემდეგ სასუნთქ გზებში და ასე ხვდება სისხლში. პირბადი ამ შემთხვევაში არ არის დამცავი საშუალება. სარაევოს ხელისუფლებამ რამე უნდა მოიმოქმედოს. სარაევო იმ ას ევროპულ ქალაქს შორისაა, რომლებსაც ევროკავშირი ნულოვანი ემისიების მიღწევაში დაეხმარება. ამჟამად ქალაქის თითქმის ყველა სექტორი მუშაობს სამოქმედო და საინვესტიციო გეგმებზე, რომლებიც კლიმატის ნეიტრალიტეტს უკავშირდება.